შევაჩერებთ ყველაფერს, რაც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია და უნგრეთის გავლით გადის, ვიდრე უკრაინელები რუსული ნავთობის მოწოდებას აფერხებენ. აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მას შემდეგ, რაც კიევმა ბუდაპეშტს ბრალი დასდო უკრაინული სახელმწიფო ბანკის 7 თანამშრომლის გადაცემაში. ოსჩატბანკის თანახმად მათ კუთვნილ საინკასაციო მანქანებში მყოფი 7 პირი, რომელთაც უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით ფული და ოქრო გადაჰქონდათ, ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. ინციდენტმა რუსული ნავთობის მიწოდებისა და დრუჟბის მილსადენის საკითხით გამოწვეული დაძაბულობა უნგრეთსა და უკრაინას შორის კიდევ უფრო გაამწვავა. უკრაინელებს ფული უფრო ადრე დაუმთავრდებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი, განაცხადა ორბანმა. ჩვენ არასდროს დაუჭერთ მხარს უკრაინისთვის ნებისმიერ ფინანსურ დახმარებას ბრიუსელში, ვიდრე უკრაინელები აფერხებენ ნავთობის ტრანზიტს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებებით არის გარანტირებული. თუ ისინი უნგრელებს შეეხებიან და სერიოზულად დაგვაშანტაჟებენ, არ უნდა ელოდო, რომ ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. სანამ წესრიგი არ აღდგება, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ნაბიჯსა და საშუალებას გამოვიყენებთ. უკრაინელებს ფული უფრო ადრე დაუმთავრდებათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. ჩვენ არ უნდა დავნებდეთ შანტაჟს ან მუხარას. ნათელი უნდა იყოს, რომ არ შევასრულებთ უკრაინის მოთხოვნას უარი ვთქვათ იაფროსულ ენერგიაზე, რადგან ეს მილიონობით ოჯახს დააზარალებს. უკრაინას ამ ომში მხარს არ დაუჭერთ, რადგან ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ უკრაინელებს არ მივცემთ ფულს, რომელსაც ისინი წარმატებით ზავავენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს. არ გადავიხდით, არ მივცემთ ფულს და არ დაუშვებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას, რადგან ეს უნგრეთს ზიანს მიაყენებს. დრუჟბის მილსადენის ნავთობის მიწოდება 27 იანვრიდან შეწყვეტილია. უკრაინის თქმით, რუსული დრონის დარტყმამ მილსადენის ინფრასტრუქტურა დააზიანა, მისი შეკეთება ტექნიკოსებისთვის საფრთხის შემცველია და აღდგენის შემთხვევაშიც კი იგი კვლავ დაუცველი იქნება რუსეთის ახალი თავდასხმებისგან. თუმცა ბუდაპეშტი უკრაინას ბრალსდებს, რომ იგი შეგნებულად აჭიანურებს რუსული ნავთობის მიწოდებას და აცხადებს, რომ კიევის წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიიღებს, ვიდრე მილსადენით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება არ აღდგება. უნგრეთმა მეზობელ სლოვაკეთთან ერთად წინააღმდეგობა გაუწია ევროკავშირის მცდელობებს უარი თქვას რუსულ წიაღისეულ საწვავზე და კვლავ მის შეძენას აგრძელებს. ორბანმა, რომელმაც უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე კრემლთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა, აპრილში ჩანიშნული მნიშვნელოვანი არჩევნების წინ კიევის წინააღმდეგ აგრესიული კამპანია გააძლიერა. ამასთან მან უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეაჩერა, დაბლოკა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და შეაფერხა კიევისთვის 90 მილიარდი ევროს ცესხის დამტკიცება.